ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში. სლოვაკეთის პრეზიდენტის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს და ქვეყნის ვიცე-პრემიერს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილს და ქართულ დელეგაციას რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ყურადღება გამოხლდა საპარლამენტო შორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, იმ შელეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა. ბრატისლავა ახლა პირდაპირ ეთერში კესო ქაფიანძე აშუქებს ვიზიტს, ის დეტალებს გვიყვება კესო ეთერში. მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება სლოვაკეთში. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს შეხვდა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, სადაც ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას, ასევე ეკონომიკურ და სატრანსპორტო პოტენციალს. მიხეილ ყაველაშვილი დღესვე შეხვდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, სადაც ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობებს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. დღეს საუბარი ასევე შეხვედრებზე შეეხო გეოპოლიტიკურ მოცემულობას და ამ მოცემულობაში ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე. საქართველოს ევროინტეგრაცია იყო კიდევ ერთი განსახილველი საკითხი. სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე და ამ პროცესში და ქართულმა მხარემ ამისთვის სლოვაკეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. დელეგაციას სწორედ საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო რაც შეეხება დელეგაციის წევრებს არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და სლოვაკეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი. ვიზიტის მნიშვნელობაზე დელეგაციის წევრებმა ჩვენთან უკვე ისაუბრეს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევებში და ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან. ზოგიერთისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის კომფორტული ხელისუფლება, იმიტომ რომ ბრმად არ მიყვება მათ ინსტრუქციებს. სლოვაკური მხარე დაგვირდა, რომ ისინი ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და მათაც იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ამ პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ძალიან შედეგიანი ვიზიტი არის პრეზიდენტის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გულწრფელი და გულახდილი საუბრები შესდგა. იყო ლაპარაკი ევროინტეგრაციას მიმართებაში, იცით, რომ სლოვაკეთი ერთ-ერთი ყველაზე მხურვალი და დიდი მხარდაჭერია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. გამოიწვია მოსაზრება, რომ რაც შეიძლება მალე აღსგეს დიალოგი, რომელიც თავად ევროკავშირმა შეწყდა საქართველოსთან, თავისთავად იყო აუცილებლად განხილული ეკონომიკური თემები, იყო ნათქვამი, რომ ალტერნატივა არ აქვს შუა დერაფეს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, მათ ძალიან დიდი ინტერესი აქვს, რომ გამოიყენა ჩვენი შუა დერაფა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ თავისუფლების კარიბჭე შეამკო გვირგვინით. მან ასევე მოინახულა ბრატისლავას ისტორიული ტაძარი. მიხეილ ყაველაშვილი ასევე იმყოფებოდა ბრატისლავას ქალაქის ისტორიულ ძველ ნაწილში. მიხეილ ყაველაშვილი ასევე იმყოფებოდა საკათედრო ტაძარშიც. ვიზიტი გუშინ დაიწყო. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოფრინდა, რის აღსანიშნავადაც ქალაქში საქართველოს დროშები აღიმართა, ასევე როგორც წეგან გითხარით, ის ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მოინახულა, დღესაც ისევე როგორც გუშინ განათდება საქართველოს დროშის სფერებში. მადლობა კესო ქაფიანძე საუბრობდა ბრატისლავადან კურიერის პირდაპირ ეთერში. მანამდე მიხეილ ყაველაშვილი პეტერ პელეგრინს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ და დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შეხვედრები გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე ქვეყანა სულ უფრო მეტ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას იძენს. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება.
მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდასხმას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა ქუთაისს და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს ჩვენს ხალხებს. კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუადერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. შუადერეფნის თემა საქართველოს გარეშე რა თქმა უნდა წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდი არის და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს და ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია, შუადერეფნის სახით უფრო მეტად იყოს ათვისებული. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში გლობალური კარიბჭე და ჩვენ დაინტერესებული ვართ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე აზიასა და ევროპას შორის. ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტის საკითხში. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ჩვენ შევაფასეთ კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში, ირანში. ამ ომს უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. თუ ის რამდენიმე კვირაში არ დასრულდება, უზარმაზარი გავლენა ექნება არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ მან შეიძლება სლოვაკეთის ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე და საომარ მოქმედებებზე. გვინდა რომ დიპლომატიის საშუალებით თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების და თაღლითურად დაუფლებისა და დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დედაქალაქის 4 რაიონში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამიდან ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. კომპანია ალადაშვილი და კომპანია და მისი ქვეკონტრაქტორები მიღება ჩაბარების აქტების გაყალბების გზით თაღლითურად დაეუფლნენ 3 მილიონ ნახევარზე მეტ ლარს. დაკავებულები 14,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველს არაჯეროვნად ემსახურებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს ალადაშვილი და კომპანიასა და ქალაქ თბილისის, ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა ჯამში 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას საერთო ღირებულებით 26,513,573 ლარი. შპს ალადაშვილი და კომპანიის დირექტორმა 22 სასადილოდან 4 გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შპს გიდს, შპს ბადეს და შპს ალიონს. გამოძიებით დგინდება, რომ შპს ალადაშვილი და კომპანიის დირექტორი აღნიშნულ კომპანიებთან ერთად ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14,451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად დასრულებდა ნაკის ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით გამგეობებიდან მიღებული 18,909,104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 3,529,000 ლარს. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით და 25 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან
9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეზინფორმაცია და პოლიტიკური მანიპულაციები მიუსაფარი ცხოველების თემით. მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების ახალ კამპანიაზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ცხოველების თემა სენსიტიურია და კონკრეტულმა პოლიტიკურად დაინტერესებულმა პირებმა ის საზოგადოებაში ხელოვნური აჟიოტაჟის შესაქმნელად გამოიყენეს. გავრცელეს არაერთი ცრუ ინფორმაცია, მათ შორის თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ. რისი მიზანიც მათი თქმით პოლიტიკური მანიპულაციებით საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენაა. სახელმწიფო უწყებების არაერთი განმარტების მიუხედავად სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია არ წყდება. გორში ადგილზე ჩადიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რაც ქართული ოცნების შეფასებით კარგად დაგეგმილი კამპანიის ნაწილია. პირდაპირ ლოგიკური ეჭვი მაქვს მე, რომ დიდი ალბათობით სურსათის მიყვანილი ძაღლები წუხელ მიიღო გორის მუნიციპალურმა თავშესაფარმა და 9 საათში, რაც შევიდა სურსათის მანქანები იქ მუნიციპალურ თავშესაფარში, ეს ძაღლები ცოცხლად შეყარეს ღუმელში და ცოცხლად დაწვეს. და ეხლა უყურეთ, განერთი და ორი ძაღლი დაწვეს. 4 საათის განმავლობაში ძაღლებს წვავდნენ. ახლა ვართ გორში ძაღლების თავშესაფართან და ვარკვევთ თუ რატომ წვავდნენ აქ ძაღლებს გუშინ. სხვათა შორის საჭიროა რომ ოპოზიციის დიდი ნაწილიც, რომელიც ახლა დაკავებულია, გასაგებია უცხოეთ სიარულით და საგარეო ამბების კომენტირებით, მეტი ჩართულობა გამოიჩინონ. გორში ვარ, მუნიციპალურ თავშესაფარში მოვედი გორში. იცით რა თემასთან დაკავშირებითაც ცხოველების მიმართ სტიკი მოპრობის საკითხზე. მთელი თავშესაფარი აღჭურვილია კამერებით. შესაძლებელია, რომ სიმართლესთან დაკავშირებით გუშინ რა მოხდა კრემატორიუმში, გამოქვეყნდეს კამერების ჩანაწერები. შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს წელიწადზე მეტია, საკმაოდ წარმატებულად. ამასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების კუთხითაც. სამწუხაროდ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის იყო პროვოცირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომელსაც უნდათ ჩვენი საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ბრალდება, რომელიც გამოთქმული იყო ჩვენი სააგენტოს მიმართ, იქნება აუცილებლად ბოლომდე გამოძიებული და შესაბამისად რეაგირებული. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროგრამაში. სამწუხაროდ მიმდინარეობს ბულინგი და ზეწოლა თანამშრომლებზე და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თითოეული ფაქტი და თითოეული შემთხვევა იქნება რეაგირებული. სამწუხაროა, როდესაც მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ზოგადად მიუსაფარი ძაღლების თემა არის ძალიან სენსიტიური და ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა რეალურად თუ ვინ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. რაც შეეხება პრობლემას, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის ამ მიმართულებით. მე შემიძლია თბილისის მაგალითზე ძალიან ბევრი ვისაუბრო თუ რას ვაკეთებთ და რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. იმდენი სტერილიზაცია, კასტრაცია გაკეთდა, რაც რა ვიცი, მე მგონი არასდროს არ ჩატარებულა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუსაფარი ცხოველების თემაზე განცხადება გავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული ცრუ ბრალდებების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს ცდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შემოწმებას ჩაატარა, რის შედეგადაც გორის თავშესაფარში რამე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინფორმაციით 10 მარტიდან დღემდე ქვეყანაში 502 აყვანილი ძაღლიდან 435 ცხოველი უკვე დაუბრუნდა გარემოს. დანარჩენები კი ჯერ ვეტერინარულ მანიპულაციებს გადიან. თვალიერებით დადგინდა, რომ საქმიანობა მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ ინსინერატორში ხდებოდა ცხოველური ნარჩენების განადგურება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. დათვალიერების პროცესში დარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა. შეთანხმებულ ლოკაციაზე მოხდება ძაღლების პასუხისმგებელი პირების შეკრება. ამ შეკრების ადგილზე განხორციელდება ძაღლების
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადგილზე. რაც შეეხება იმ ცხოველებს, რომლებიც საჭიროებენ სტერილიზაცია, კასტრაციას, მათ პასუხისმგებელი პირებთან შეთანხმებით მოხდება მათი გადაყვანა თავშესაფარში პოსტოპერაციული პერიოდის დამთავრებისას. მოხდება მათი გადმოყვანა ისევ ამ ლოკაციაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ ხვალ წმინდა სინოდი პირველად შეიკრიბება. სხდომა 12 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოწვევით გაიმართება. მიზანი იმ საორგანიზაციო საკითხების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. იმჯერებენ ტექნიკურ საკითხებზე და გაფართოებული კრების დეტალებზე, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ. განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს სასულიერო პირებმა. ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, იმას თუ ვინ იქნება საჭეთ მმართველი ჩვენი ეკლესიისა, მთელი ერი ამისთვის ლოცულობს და წმინდა სინოდის ეს მოსამზადებელი სხდომებით სწორედ ამას აემსახურება, რომ ეს გამოცდაც, რაც არის ჩვენი ღვთის წინაშე, ჩვენი პატრიარქის წინაშე, ერის წინაშე, ეკლესიის დისკრედიტაცია არ ყოფილა ეპოქა და საუკუნე, როდესაც ეს არ ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ აი ერთ-ერთი წმინდა მამა ასე ბრძანებს, რომ იმ ადამიანებმა უფრო მეტი სარგებელი მომიტანეს, ვინც მლანძღავდაო, ვიდრე ვინც მაქებდაო. და ამაში იგულისხმება ის, რომ ეკლესია თუნდაც ამ ლანძღვით უფრო მეტად უკეთესი ხდება, მაგრამ თვითონ ის ადამიანები არიან მწოდოები, ვინც ეკლესიას ლანძღავს და რაღაც პოლიტიკური ან რაღაცა სხვა სპეკულაციებით ცდილობს, რომ თითქოს ეკლესიაზე რაღაც გავლენა მოახდინოს. ეკლესიაზე გავლენას ახდენს ყოვლადწმინდა სამება, მამაზე და სულიწმინდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს პატრიარქის მიერ მიღებულ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ილია მეორემ სიცოცხლეშივე გამოარჩია და დაასახელა მოსაყდრედ მეუფეშიო მუჭი. და მეუფეშიო ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი იყო და არის და სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მისი მოსაყდრეთ დადგენაც 2017 წელს ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარია. და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა იყოს პატრიარქობის პრეტენდენტი, ხო, ყველანი გამორჩეულები არიან პატრიარქის მიერ და მაინც ღმერთის გადაწყვეტილება იქნება და სურს რომ ღმერთის ნება იყოს ეს ყველაფერი და ადამიანური სპეკულაციები, რა თქმა უნდა, აქედან ისედაც შორს იქნება, იმიტომ რომ მარტო წმინდა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელოვას, ირაკლი ნადირაძის, პატა მაჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები იკითხებიან დაკავებულებს პროკურატურა ედავება სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებისთვის. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავისა და ცოლისმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოკითხეს დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის შვილი. ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. 8 აპრილის პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ჩვენ მივმართავთ ხუდუშაურთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენი პირობა ალბათ იქნება პირობით შაურზე მოთხოვნა. ამ ეტაპზე გიფიქსირებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის განცხადებები შემოტანილი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თავარია ზიანი იყოს ანაზღაურებული, ვინ გადაიხდით თვითონ ბრალდებული, ერთი ბრალდებული, მათი ოჯახის წევრი თუ ვინ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია, რომ დაზარალებულს არ ქონდეს პრეტენზია, რასაც ითვალისწინებს ბრალდების ხარე ყოველთვის, როდესაც ნებისმიერ შემთხვევაში აფორმებს საპროცესო შეთანხმებას. არ ზიანი არ არის ანაზღაურებული, როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაბამისად რაიმე პირობა ფიზიკურად მოკლე პერიოდში განცხადებების შემოსვლის შემდეგ ბრალდების ხარეს არ მიუღია და არ განუხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე. თავარი შეეხო რეფორმებს და დაგეგმილ ღონისძიებებს.
12 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მას მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ცოტნე ანანიძე აქამდე ქობულეთის დელეგატი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხის თაკომიტეტის თავმჯდომარე იყო. უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით გაბაიძე 30 მარტს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. მაქსიმალურად ვეცდებით კოლეგებთან ერთად, მათ შორის დამოუკიდებელ წევრებთან, კორპორატიული და კოლეგიალური კულტურის დაფუძნებით გქონდეს თანამშრომლობა ყველა იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც რეგიონის დღის წესრიგში არის. კიდევ ერთხელ ვამბობთ ხაზგასმით, რომ ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს, ეკუთვნის სახელმწიფოს. და ჩვენი საქმიანობის მიზანი, ამოცანა არის სწორედ ხალხის და სახელმწიფოს სამსახური. ჩვენ ვართ გამტარი ადამიანების ინტერესების, რომლებმაც მოგვანიჭა ეს მანდატი. შესაბამისად, იუნისონში ჩვენი რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გვაქვს დასახული მიზნები, რომელიც სახელმწიფოს, ჩვენი საბიუჯეტო ცხოვრების გაუმჯობესებას და თითოეული მოქალაქის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. ორშაბათს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 11 მაისამდე შეეძლებათ. პროცესი 6 აპრილს დილის 10 საათიდან დაიწყება. ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს გაეცნონ პროცედურებს და დროულად გაიარონ ყველა ეტაპი. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აბიტურიენტებმა უნდა გააკეთონ მათთვის სასურველი არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეარჩიონ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი და გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გათვალისწინება, რომ 6 აპრილიდან დილის 10 საათიდან 6 მაისის 18 საათამდე აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა შეარჩიონ ჩასაბარებელი საგნები. ერთი საგნის საფასურის გადახდა მაინც უნდა უზრუნველყონ იმისათვის, რომ 11 მაისამდე შეძლონ დაუშვათ დამატებით ან საგამოცდო საგნის ცვლილება, ან პროგრამის ცვლილება. მთავარი სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს წელს აბიტურიენტებისთვის არის ის, რომ სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს დაფინანსებას უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. აქ იგულისხმება ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საფეხური და ასევე სახელმწიფო წელს უზრუნველყოფს იმას, რომ აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა საბაკალავრო პროგრამებთან ერთად შეარჩიონ აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლასაც დააფინანსებს აგრეთვე სახელმწიფო. აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად პირველად აირჩიონ ასევე პროფესიული მიმართულების ფაკულტეტები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გადალახავენ მინიმალურ ბარიერს და დაგროვილი ქულების შედეგად ვერ შეძლებენ უმაღლეს სასწავლებლებში ადგილების მოპოვებას, ჰქონდეთ საშუალება სახელმწიფოს მხარდაჭერით უფასოდ გააგრძელონ სასწავლო პროცესი სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ სასწავლებელში. ამ კუთხით 10,600 ადგილი ცხადდება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიულ კოლეჯებში, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მოცემულობა იმისა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით ის აბიტურიენტები, რომელიც 2026 წლიდან გახდებიან სტუდენტები და ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, მათი სწავლა მთლიანად დაფარული იქნება სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისად ისინი უფასოდ ისწავლიან უმაღლეს სასწავლებელში და ამ სიახლითაც სახელმწიფო ქმნის იმ ყველანაირ შესაძლებლობას, რომელიც უკვე ახალგაზრდების ძალისხმევაზე, შრომის მოყვარეობაზე და მიზანმიმართულობაზე არის ორიენტირებული. ინფრასტრუქტურის მინისტრი კახეთში არევა სოხაძე რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო. მინისტრმა სოფელ ვაჩნაძიანში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. შენობა 125 ზრდელზეა გათვლილი. რევა სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ასევე დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები. კახეთში ეწყობა ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა. მინისტრი დღესვე სოფელ დუისში ჩავა, სადაც ახალი სკოლა უნდა აშენდეს.
ვაჩნაძიანში გავხსენით საბავშვო ბაღი 125 ბავშვზე გათვლილი, ასევე მოვინახულეთ სკოლა, რომელიც მშენებლობის პროცესში არის. კახეთის რეგიონში აქტიურად დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ჩვენ ყველა ეს ობიექტი იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დღეს ვიმყოფებოდით, დავათვალიერეთ. ჩვენ გვინდა რომ წლის ბოლომდე უკვე ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა კახეთში და ყველა მუნიციპალიტეტში უკვე გაჩნდეს ტექნიკური სტადიონები. ამას რა თქმა უნდა წამოეწევა უკვე მულტიფუნქციური კომპლექსები, რომლის პროექტირებაც მიმდინარეობს და უკვე წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ვიმყოფებით გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, სადაც 125 აღსაცრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა. მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ამავე რაიონში და ზოგადად კახეთის რეგიონში ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია. დინამიურად მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება და მშენებლობა. დღეს კახეთის რეგიონში მოვინახულეთ რამდენიმე ასეთი ობიექტი, რისთვისაც მადლობას ვუხდით აღნიშნული განხორციელებული პროექტებისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდს. არ არის იმაზე მეტად სასიხარულო რამ, ვიდრე ნახოთ შენ გახარებული ბავშვების სახეები. კლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერი ეწყობა. სამუშაოები 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ტარდება. პროექტს თბილისის მერია ადგილზე გაეცნო. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს სივრცეები. განხორციელდება ავტოფარეხების დემონტაჟი. ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გაკეთდება მოსასვენებელი სივრცეები, ასევე გაკეთდება ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, ახალი ხემცენარეები დაირღვება, იქნება განათებული, ყველანაირად მოწესრიგებული. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს ქვემოთ აღნიშნული პროექტის გაგრძელება, ქვედა ეზოებიც გვინდა მოვაწესრიგოთ, რომ ერთმანეთს დაუკავშირდეს და საერთოდ ჯამში ჰექტრამდე გამწვანებული სივრცე შეიქმნება საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ იყო უკანონო შემოღობები, ადგილობრივ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის. სამუშაოების ფარგლებში მოერწყება სარწყავი სისტემა, გარეგანათების ქსელი, ლედსანათები, ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დავდგავთ სხვადასხვა სახეობის ხემცენარეს. სამუშაოების ფარგლებში გვექნება ასევე მოწყობილი მოედანი, ბავშვთა გასართობის ზონა, იქნება ფანჩატური, მოსასვენებელი სივრცეების სკამები და სამუშაოები დაახლოებით 3200 კვადრატზე ტარდება. პროექტის ღირებულება 600.000 ლარია, სამუშაოები 4 თვის ვადაში იქნება დასრულებული. არჩილ ტატონაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატონაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. არჩილ ტატონაშვილის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატონაშვილი მოკლეს. არჩილ ტატონაშვილი იყო ვაჟკაცობის, სამშობლოს სიყვარულის გაუტეხლობის მაგალითი. ის თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ამის მაგალითი და ჩვენ მას არასოდეს არ დავივიწყებთ, ის მუდამ იქნება ჩვენს გულში როგორც გაუტეხლობის და ვაჟკაცობის სიმბოლო. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში ღონისძიება გაიმართა. პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ადაპტირებულ სივრცე ანდიოლენ ჩუმას მიდრეს. ატრებს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა შესთავაზეს. დღეს არის აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოს ყოველწლიურად უერთდება არა მხოლოდ სხვადასხვა აქტივობებით, მაგრამ ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, იმ სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საკმაოდ მასშტაბირება მოახდინა. უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. პირველ რიგში ეს არის ამ ბავშვების, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვების იდენტიფიცირება, ვინაიდან ბავშვებს აქვთ ასევე განსაკუთრებული უნარები და ამ უნარების აღმოჩენისთვის უნდა პასუხობდეს როგორც საგანმანათლებლო სივრცე, უნდა პასუხობდეს სახელმწიფო სერვისები. ვარ 13 წლის ანდრიას დედა და ზოგადად მისი მოკლედ იდეატორი როგორც ასეთი
არის ანდრია. შესაბამისად გაგვიჩნდა მე და ჩემი მეუღლეს იდეა იმის, რომ მოკლედ შექმნილი იყო სივრცე, სადაც რეალურად ტიპიური და ატიპიური ბავშვები ერთად შეძლებდნენ გართობას და ერთად შეძლებდნენ განვითარებას. გვინდა რომ მშობლებს ეს დღე გაულამაზოთ, გაუხალისოთ, ბავშვებისთვის ნამდვილად დღესასწაულია და ყოველ წელს ვცდილობთ, რომ აი დიდი სიყვარულით, სიხარულით, უპირობო სიყვარულით მივიღოთ ყველა ბავშვი და ვაჩუქოთ ლამაზი დღე. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვიმოვით. ირანმა და ჰეზბოლამ ისრაელზე მორიგი ერიში მიიტანეს. რეგიონებში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო. დაშავებულია 3 ბავშვი. პარალელურად გრძელდება იერიშები როგორც ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ეკონომიკის საკვანძო ობიექტებზე. დარტყმები იყო ფოლადის 3 უმსხვილეს ქარხანაზე. ასევე კომპლექსზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ამერიკელი სამხედროები ირანში მიმდინარე ოპერაციას უახლოეს პერიოდში დაასრულებენ, ამბობს დონალდ ტრამპი. შტატების პრეზიდენტის თქმით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს უაღრესად ძლიერი დარტყმები ელის, რაც ქვეყანას ტრამპის მტკიცებით ქვის ხანაში დააბრუნებს. ზოგიერთი ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავდა, ისინი ქაღალდის უეფხვები არიან. ნატო გვერდით არ დაგიდგება თუ ოდესმე დიდი ამბავი მოხდა. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ დიდ ამბავში. იმედია ეს არც მოხდება, მაგრამ ისინი იქ არ იქნებიან. ჩვენ კი მილიარდებს ვხარჯავთ. უკრაინაში საერთოდ არ უნდა წავსულ ვიყავით. უკრაინა ათასობით მილის მოშორებითაა ოკეანის გაღმა. ჩვენ მათ დავეხმარეთ, ნატო ძალიან ცუდად მოგვექცა. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ისინი ისევ ასე მოგვექცევიან თუ ოდესმე მათი დახმარება დაგჭირდება. თუმცა იმედია არასდროს დაგჭირდებიან. არ მგონია საერთოდ რამის გაკეთება შეეძლოთ. მე ბრიტანეთსაც ვკითხე, რომელიც ჩვენი საუკეთესო მოკავშირე უნდა იყოს. ვუთხარი, თქვენ ხომ გაქვთ ის 2 ძველი დაშლილი ავიამზიდი. იქნებ გამოგეგზავნათ. ვუთხარი, შენ ხომ პრემიერ-მინისტრი ხართქო? არა და არაო. ჩემს გუნდს უნდა ვკითხო, ბატონო პრეზიდენტო. ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის რეპლიკა მისი და მისი მეუღლის შესახებ პასუხს არ იმსახურებს. ასე გამოეხმაურა საფრანგეთის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მანამდე ტრამპმა ერთ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მაკრონს მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ლიდერის ეს სიტყვები არც დახვეწილია და არც შესაფერისი. არტემის 2 ნასამ ისტორიული მისია დაიწყო. კოსმოსურმა ხომალდმა ორიონმა, რომლის ბორცზეც 4 ასტრონავტი იმყოფება, სტარტი ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან თვარისკენ აიღო. ის არის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც პილოტირებული ხომალდი დედამიწის თანამგზავრს ასე მიუახლოვდება. 10 დღის განმავლობაში ეკიპაჟი მთვარის გარშემო შემოუვლის, გამოცდის ხომალდის სისტემებს და უკან დედამიწაზე დაბრუნდება. ამ მისიის მთავარი მიზანი მთვარის ორბიტაზე მუდმივი სადგურის შექმნა, რომელიც კაცობრიობისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე ერთგვარი კოსმოსური პორტი გახდება. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi და ასკანერით QR კოდით და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებათ, თქვენ კი არ გადართოთ, წინ გეულდებათ სპორტის სიახლეები ლაშა დვალიშვილთან ერთად.